დღეს პარლამენტის საერთო სასამართლოების შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას შეეცდება. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ამ ვეტოსაც პარლამენტი ისევე წარმატებით დაძლევს, როგორც წინა შემთხვევაში მოხდა. თავის მხრივ საპარლამენტო უმცირესობას მიაჩნია, რომ პარლამენტმა პრეზიდენტის შენიშვნები აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. უმცირესობა ამის დასადასტურებლად ვენეციის კომისიის დასკვნას იშველიებს. ჩვენი საპარლამენტო კორესპონდენტი მირიან გორგოძე ჩაგვერთვება პარლამენტიდან. მირიან, მოგესალმებით და გისმენთ. ორ კანონპროექტთან მიმართებაში პრეზიდენტის მიერ გამოყენებული ვეტო არის დღევანდელი სესიის მთავარი განსახილველი საკითხი. რეგლამენტის თანახმად სესიაზე ჯერ პირველ რიგში დეპუტატები განიხილავენ პრეზიდენტის მიერ წარმოქმნილ შენიშვნებს და მათ ასე ვთქვათ, მათი ვერ მიღების შემთხვევაში უკვე კენჭი ეყება კანონპროექტების პირვანდელ ვერსიებს სასამართლოებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტთან მიმართებაში. პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის მისი გუნდის უკმაყოფილებას ძირითადად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესი და საბჭოს მოქმედი შემადგენლობისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა იწვევს. საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ისინი ვეტოს უპრობლემოდ დაძლევენ, როგორც ეს მაგალითად ამნისტიის შემთხვევაში მოხდა. რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანცვლილებებს, რომელიც ნაფიცაჯულთა სასამართლოს და ამ საქმეში მათ მონაწილეობას გულისხმობს, შეიძლება ვეტოს დადლევა ამ კანონპროექტთან მიმართებაში აღარ გახდეს საჭირო და დარჩეს ისე, როგორც ამას მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს. კერძოდ ბრალდებულს რჩება უფლება უარი თქვას ნაფიც მსაჯულებზე, ისე რომ ამაში ბრალდებულის მხარესთან შეთანხმება არ დასჭირდეს. ვეტოს ტექსტში არის სრულად ამონარიდები ვენეციის კომისიის დასკვნიდან, აქედან გამომდინარე ამ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება გაგრძელდება დღეს პლენარულ სტომაზე. რაც შეეხება ნაფიც მსაჯულების საკითხს, მე ვნახე კომიტეტში დამოკიდებულება განწყობები დეპუტატების და რეალურად აქ არის შანსი, რომ ის ნორმა, რომელიც დღეს არის საპროცესო კანონმდებლობაში, აღარ შეიცვალოს და შესაბამისად დარჩეს ბრალდებულის უფლება, რომ თავად განსაზღვროს სურს მათ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო თუ არა. სასამართლო რეფორმა არის აუცილებელი იმისთვის, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა იქნეს უზრუნველყოფილი. ამიტომ ჩვენ დავიწყებთ თასუსტად ამ კანონპროექტის განხილვას, დავძლევთ პრეზიდენტის ვეტოს, რასაც ვაპირებთ. ამისთვის საჭიროა პარლამენტის წევრების 90 ხმა და შემდეგ უკვე გადავალთ ნაფიც მსაჯულების ვეტოს განხილვაზე. გარდა ამისა, რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის წინ უნდა აღნიშნოს, რომ დღეს გაიმართა აქცია. ეს აქცია იყო დაგეგმილი, როგორც გაირკვა, სოციალურ ქსელში და მაშინ მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 30-მდე ადგილობრივმა ახალგაზრდამ. ახალგაზრდებმა მოითხოვეს პარლამენტის ქუთაისში დარჩენა და უნდა ითქვას, რომ აქციის მონაწილეებსა და დეპუტატ კობა დავითაშვილს შორის მცირე ინციდენტი მოხდა. კობა დავითაშვილს აქციის მონაწილეებმა უწოდეს ჟირინოვსკი და შესაბამისი სკანდირებით შეხვდნენ და შეიძლება ითქვას ადეკვატური რეაქცია გამოიწვია ამან დეპუტატ კობა დავითაშვილში. ჩვენ ახლა შეგვიძლია პირდაპირ ეთერში ვიხილოთ აქციის ამსახველი კადრები. რატელი ტანჯა ქვეყანა მე ვარ ნაციონალი და მიამაყება და თქვენ მეორე დათქვა ჩვენოდეს შემცხვენოდეს შენი საქციელი შენი საქციელი ნაციონალი მოდაყვა რომ არო ნაციონალი მოძრაობის აქცია ეს აქცია დაიგეგმა Facebook-ის საშუალებით სოციალურ ქსელში. ორგანიზატორი ვარ პირადად მე ვარ ამ აქციის ორგანიზატორი და ვაპირებ, რომ ამ აქციას მიეცეს უფრო ხშირი სახე, დავიწყო მოძრაობა იმისთვის, რომ ამ ქალაქში დარჩეს პარლამენტი. მე შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში დღევანდელი პლენარული სესია სულ რამდენიმე წუთში დაიწყება და დღევანდელ პლენარულ სესიაზე სხვა საკითხებთან ერთად დეპუტატები ასევე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში შესატანით ცვლილებების ირგვლივაც იბრძოლებენ. დიდი მადლობა საკანონმდებლო ორგანოდან ჩვენი კორესპონდენტი მირიან გორგოძე საუბრობდა.